გემოფესტის სვანეთში დღე მეორე მესტია გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს სეტის მოედანზე მოწყობილი კვებისა და აგროზონების სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს, ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ ქართული ბენდები. სეზონი აქტიურ ფაზაში არის, საკმაოდ ბევრი ხალხი არის მესტიაში, შეიმჩნევა ფესტივალზე, შესაბამისად ბევრი ხალხი არის კურორტებზე, როგორც საწვალზე, ასევე თეთრუნზე. თეთრუნზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ თეთრუნი რატომაც გახდა სახლი ფრირაიდისთვის, დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ უკვე მე 2 წელი უკვე ჩავატარეთ ისეთი დიდი ღონისძიება, რომელიც არის ფრირაიდ ვორლდ ტური. გემოფესტი სავსე იყო სეტი სტუმრებით, როგორც ადგილობრივი, ის საერთაშორისო მოგზაურებით. თითქმის ყველაფერი გაიყიდა, მეტი ძალიან ბევრმა საკმაოდ ადრე დაასრულა მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი როგორც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მოსახლეობისთვის, როდესაც წლიდან წლამდე ფესტივალს ელოდებიან იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უმასპინძლონ და ადგილობრივი გასტრონომია, ადგილობრივი კულტურა გააცნონ, რა თქმა უნდა, შემოსავალი მიიღონ.